მოგესალმებით ეს გადაცემა თავისუფალი თემა მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ლაშა ჩხარტიშვილი მაყურებელი მას კარგად იცნობს თუმცა მინდა კიდევ ერთხელ წარგიდგინოთ ის არის ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ასეც ვიტყოდი სამოქალაქო აქტივისტი იმიტომ რომ არ არსებობს პროტესტის საკითხი რომ ის ირგვლივაც ის არ აფიქსირებდეს თავის სამოქალაქო პოზიციას დიდი მადლობა ბატონო ლაშა რომ ხართ ჩვენთან ერთად დაგვითმეთ დრო და პასუხობთ მე მინდა ჩვენი გადაცემის ძირითადი თემა იყოს მედია და მედიის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა იცით რომ ჩვენი ანგარიშები ისევ დაყადაღებულია და ფაქტიურად მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება დღითი დღე თუმცა არ შემიძლია არ დავიწყო თქვენთან საუბარი იმ მოზარდების პრობლემით თუმცა არ ვთვლი რომ ეს მხოლოდ მათი პრობლემაა ამ ოჯახების ამ მოზარდების რომლებიც წამალს ითხოვენ ხომ ეს არის მთლიანად ჩვენი საზოგადოების პრობლემა ისინი ხომ წამალს ითხოვენ აი თქვენ დაანონსეთ კიდეც ცოტა ხნის წინ აქცია აი ამასთან დაკავშირებით მინდა მაყურებელს კიდევ ერთხელ აუხსნათ ნათლად დაინახონ ამ პრობლემის თქვა ცხადად დაინახონ ეს პრობლემა პირველ რიგში მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის რაც შეეხება დუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს ისინი და არა მარტო ისინი ამხანაში ყველა ბავშვების დიდებით ნობაც ეგლებით ყოველებით ყველაფერი არის მიტოვებული და გადადგურების პირას იმიტომ რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმის მარიონეტული ხელისუფლება არალეგიტიმური მთავრობა რაც არის რაც შეიძლება დავარქვათ არის დაკავებული ხოლმე საკუთარი ასე ვთქვათ გაბიძებით ჩვენი ძარცვისა და მკვლელობის და ჟლეტის გენოციდის ხარჯზე ყველაფერი შეიძლება დაერქვას როცა მაგალითად ისინი იხჩობიან ჩვენსგან მოპარული ფულით და ფულში ათობით მილიონს შოულობენ და იპარავენ და ეს დაადასტურა მათივე თუნდაც უსამართლო სასამართლომაც ნახეთ ჩვენ იგივე ჩინა ფედერაციის თუნდაც ასე ვთქვათ მორიგეობის მორიგე მთავრობა დავარქვათ ივანიშვილის კარზე რომელიც პრაქტიკულად სრულად აღმოჩნდა ციხეში დაწესებული პრემიერად წოდებული ღარიბაშვილიდან გაგრძელებული ვილაშვილის გაგრძელებული ვიწულადე მასო სახელი თავდასხმეში იყო და პრაქტიკულად სრულად ხო ისინი აღმოჩნდნენ ციხეში და ამით გადასტურდა კიდევ ერთხელ ჩვენ ასე ვთქვით ეს რეჟიმი არის მთლიანად ორიენტირებული საზოგადოების და ხალხის ტოტალურ დაცვაზე და ჩვენი სიგარეტა და სიგარეტი არის ამით გამოწვეული და არასწორავით და იმედია რაც ცხოთხოვს არჯერა იმისი რომ ივანიშვილი 12 და 13 წლის განმავლობაში ვერ ხდებოდა რომ ასე ტოტალურად ხალხს დაცვალდნენ და ახლა დაეშიზდა თუმცა ეს იმარი მო არაფერი მოიჩილა ეს თაობა ეს არის ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების ახასიათებელი საკმაოდ აპრობირებული გზა თუნდაც ხალხისენოს იგივე სტალინი რომელიც საბჭოთა რეჟიმები რომლებიც ასე პერიოდულად ერთმანეთს დაჟლებდნენ ხოლმე და აჭერინებდნენ სხვა ასე ვთქვათ პერიოდის ის მორჩილ მთავრობებს ხო ასე რომ ამ რეალობაში როცა ტონ ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა მასობრივად დაცვალს და მილიარდებს და ათობით მილიონს შეულობს სხვა ასე ვთქვათ სტადიდან გამომდინარე და პირველი თავარი კორუმპირებული და როგორც ვთქვია თავი დაწყოსდა თავარი აკროლებული კორუფციას არის ივანიშვილი ისინი ვერ იმეტებენ თუ თუნდაც დუშენის სინდრომის მქონე ასამდე ბავშვისთვის და გადარიან ასე ვთქვათ მათ უსაფონ ამ თავის დაუფინანსებლობით და მკურნალობის დაუფინანსებლობით იმიტომ რომ ის თვითონ ასე ვთქვათ დაკავშირებული საკითხია იგივე შეიძლება ეხებოდეს სხვა დაავადებებსაც საფეხურით არ არის საფრთხის გამონაკლისი არ არსებობს მართლობა სადაც გავს ძალებრივი ვითარება არ იყოს თუნდაც ოქო დაავადებული ფერმატებაში რაც უხარისხო მედიკამენტებზე საუბრობენ მასობრივად და არასრულფასოვან მკურნალობას და არასრულფასოვან დაფინანსებას და ბევრ სხვაზე. ზოგადად ქვეყანაში ცხოვრება სადაც ყოველ ცალკეულ დაავადებაზე, ცალკეულ ბავშვზე საფიტაო და ეს უწესრიგის რეჟიმში უნდა იყოს ბრძოლა და რაღაცა კარობის და თვითების garaში არ დეტექტორ კი გავდნენ და მხოლოდ ამის შედეგად შეიძლება მოპოვებული იქნეს სამალი და გადაჭერება და ხალხის ფულით იმ რეჟიმთან თავსებადობა წარმოუდგენელია. მე აქცია ადამიანოსებია, მე აქცია განსაკუთრებულია მშობლების მიერ, საიმართლე როგორც პროვინციის ხალხისაზე და რა თქმა უნდა სოლიდარული იქნება მათი სიმბოლო პრემიეროს ალკოჰოლა რეჟიმი და ალკოჰოლა მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რაც მე არ ეცადაც როგორც ექოქალაქის მაინც უნდა პოლიტიკოს თუნდაც გაგრძელებული და სტრალომონდას ხალხი ამიჩნდა სამართლებრივი გასასწორებელი თავარია და რომ ამაზე უნდა იხარჯებოდეს პირველში ფული და არა
ყოველ 4 წელიწადში და 3 წელიწადში ერთხელ მასობრივად უახლესი მოდელის მანქანების შეძენაზე აბეჯზე, გაცობაზე, წყალებში პაესკეზე და აფხაზეთში ჩახჭობაზე ივანიშვილის სახურების, რომელსაც რეჟიმის პირა და თავრობას უწოდებენ საკუთარ ეს ზონი ელემენტარულია და ამისთვის ბრძოლა ღირს. ასე რომ ბოროტელის თავარი სათავის, თავარი ღერძის ივანიშვილის სასახლესთან არის შვიცარიაზე ხოლმე დაანონსებული ეს აქცია და მე ვფიქრობ ეს აბსოლუტურად სწორი არჩევანია, იმიტომ რომ ხადაში ყველაფერს ისწრებს, პრაქტიკულად ჩვენ გაცხოვრებენ ტოტალიტარიზმისა და დიქტატურისა და პრაქტიკულად ფეოდალური მონარქიის პირობებში ამ ეთიკაცის პროვინცია დამოკიდებული და არა კანონზე და არა სამართალზე და არა სასამართლოზე რომელიც არ არსებობს ის თუ გადარჩება და ვიმოკვდება ასე რომ მალისგან არის მოსათხოვი პირველ რიგში თუმცა საბოლოო ჯამში მედია ყველა აქტობერებს რომ ამ რეჟიმის პროვად არ მოიშორებს მედია ყველა ადამიანს თავსაკე აქციებთან შეგალწმებით იმიტომ რომ ყველა გზის და ივანიშვილი ასრულებს ყველა დაპყრობელი სისტემოდა ფიზიკური რეალური თუ არაბიოთება საქართველოს ქართულების გარეშე წიდი ჩვენ სამშობლოს მასობრივად და ჩვენ ვაიძულებს ხოდან წავიდეთ ოშკაში ამას ახერხებს პოლიტიკაში და უკაცე კაპიტალის დაკავებული ასე რომ ჩვენია დამოკიდებული ჩვენ ალურ დავუწყოთ სამშობლო და უნდა ვაიძულოთ წავიდეს ხელისუფლები და ივანიშვილი და თუმცა წავიდნენ დაგეკეთებაში დიახ, თქვენ სასამართლო ახსენეთ ახლა სასამართლოს. აი ჩემს უკანაც ხედავთ, აგერ ესე იგი ტურისტები თუ არიან დიდი არა უშავს, მაგრამ მასობრივად სამოსახლების პირობებში ცხოვრობთ. ჩვენ აი აქ საკუთარ ქვეყანაში და შემოსევის პირობებში ვართ უცხოეთის მოქალაქეებისა, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი ეროდებაზე კი არა, ამ შემთხვევაში ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილს სჭირდება უცხოელები, რადგანაც ეს ის ქვეყნის დაცზე, ბინაპირდა, სოფელ-სოფელ დაკვეთ გაგეგმვის უბრალოდ უდიდეს სულშოულობს, ვიყიდის სამშობლოს ასე ყოველ გუნდს დაწიწაო და მეორე სულ ეს ახი სადამ აქ მოში დაუდება და სადამ რაღაცას მოსწოვენ, მანამდე ივანიშვილი ფიზიკურად ვერ იქნება ცოცხალი. გასაგებია. ბატონო ლაშა, თქვენ სასამართლოზეც საუბრეთ, შეეხეთ ვთქვათ, სხვადასხვა საკითხს, მაგრამ მე მინდა კითხოთ აი ამ კუთხით გადავიდეთ მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, იმიტომ რომ თქვენ კიდევ ახსენებთ იცით, რომ დაყადაღებულია ჩვენი ანგარიშები ისევ და არაერთი მედია იხურება, აჩერებს ფუნქციონირებას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ასე ვიტყოდ დახურვის პირას ვართ, იმიტომ რომ ფინანსური რესურსების გარეშე რა ბარიერების წინა შევიქნებით ეს მაყურებლისთვისაც გასაგებია, იცით ხომ? სასამართლოზე ვიტყოდი ისე. სასამართლო მოარი გითხრა რომ შეეჩერებინათ ინკასო და ვთქვათ მოხდარიყო გადანაწილება ან რაიმე შეთანხმებამდე შეჩერებულიყო, თუმცა რა თქმა უნდა შეიძლება ითქვას განუხილველად არ დაგვიკმაყოფილა. ასე ვთქვათ ეს. აი რასთან გვაქვს საქმე, რატომ ასეთი რეპრესიები რატომ ჭირდება თუნდაც რეგიონალურ მედიაზე? იმიტომ რომ ივანიშვილს უნდა იყოს მეტე და აი ლამის ახლა საკუთარი შვილი წარმოუდგინა პოტენციურ მომავალ მეტად და მართლა ალიევს სულაკი არ მოგორება ემეგობრება ესეთი დიქტატორები და რეჟიმის ბელადები ერთად საჭიროებენ რომ ერთმანეთის ამგვარი უგესი ასეულობა და ხალხის ჩავი და ძალთვის ხანძზე ასეულობა დაამართლონ თუმცა ალიევს და როგორ შეფროა ივანიშვილი იმიტომ რომ ალიევს ერთ-ერთი საფრთხელი მაინც გააჩნია რომ ტერიტორიული ფრენობა აღადგინა აზერბაიჯანის ხო თუმცა საკუთარ მოქალაქეების უფლებებს რომ ახავს და თავისუფლად არ არის და დიქტატურა აზერბაიჯანში ყველა ვიცით მაგრამ ივანიშვილი არის უნავთობო ალიევი და უნდა ასეთად დარჩეს და როგორც მამამისმა დატოვა ფედერალიებმა ისამალიევი აქეთკენ მიდის და რა ვიცი ხა მედია სოციალურ და აღმოსავლურ მონარქიაში ცხოვრება ამ ქვეყანაში არავის არ უნდა იმიტომ რომ ამას კარგი არავის გვაქვს რომ უნაბრევია და მედია ხალხი გამოწესდება რაც შეეხება სასამართლოს ის არც არსებობდა ქვეყანაში პრაქტიკულად არავის და არც არსებობს ეს არის პირდაპირ ნოტარიული კანტორა რეჟიმებისა და შესაბამისად დაგეგმებულ იმას ასრულებს რაც შეეხება მედია რატო აწუხებს ეს თვითონ ასე ელემენტარულია იმიტომ რომ შეიძლება მედიის ასეთი წარმომადგენელი ორგანო ტელევიზია იქნება გაზეთი იქნება და ჟურნალისტი არ იყოს იდეალური არავინ არ არის მაგრამ ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადი მედიის საშუალებები არის ისიც ძალიან სერიოზული პრობლემის შექმნა თუ არ იქნება ტელევიზია რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს თუ არ იქნება გაზეთი რომელსაც ტელევიზია აკონტროლებს თუ არ იქნება ინტერნეტ საშუალება და ასე შემდეგ უბრალოდია ჩვენ დაწყებული ბავშვები და ისე დაგვიყოფა ბავშვებს რომ ერთად დაიგეს გაგრძელებული ზეგლების შეგაგუდაგურებები, ელასტას, მოდელებსაც ეხა ბოლოს პოლიში ნახეთ ახდებოდა ელექტრო
ჩაკუჭებით მიადგენი ინტერპოლატორებით და დასრულებული თუნდაც აღწევილი თანამდებობის სრულობა არ აქვს იუსაფარის დაღლებით რომელსაც მასობრივი მათ შორის გოში ხოთავენ იმიტომ რომ დაღლების პულსაც ივანიშვილი ჩავს და ხალხის პულსაც ივანიშვილი ჩავს და ბავშვის პულსაც ივანიშვილი ჩავს და ისი ეს თავრობა არა თქო პრობლემაა მეტი საშუალებას ასწავლო რომელსაც ვერ აკონტროლებს მათ შორის თქვენი ტელევიზია რომელიც კვალიფიცირებული უძველესია საქართველოში არსებობდა შორის დამოკიდებული ტელევიზიის ხომ და ამიტომაც გემბია პრობლემაა თქვენ და რა ვიცი იგივე კავკასიასთან ძალებს მდგომარეობა იგივე ფორმულამ გუში გაავრცელა ინფორმაცია რომ გარკვეულ დაწესებულება ვეღარ ფარავს ასე ვთქვათ მაყურებლების ვერასდროს საკუთარ სიგნალს არ აქვს სტერეოტიპის მატებაში ფინანსი დავალებები და პოლიტიკის საუბარი და ასე შემდეგ ასე რომ დრონ ცოტა გვაქვს ჩვენ მართლა ვიძღოთ იმიტომ რომ ასე თუმცა გაობოში გასაკმაოდ მაღალი ტემპიდან დაჩქარებული ტემპი დამტოვებდა ბუდის გარეშე და ისე დაგვავრჩობენ და ისე არ უყურებენ შიმშილითად უწავლობით სხვა მეთოდებით რომ ხმის ინტერვიუს და ხმის ამოგების საშუალებას გაიერთება ისე პრობლემა ყველა საშუალებას პროცესის გამოწვევა მათ შორის ტელევიზიას ეხება მათ შორის ეხება აქციებთან და აიგუში და დღეს მომივიდა უარი რუსაფარის დაღლების ან მასობრივი ჟლეტის საწინააღმდეგო აქციის გამართვაზე არა დაბატოთ ასე კიდევ ესეთი ასე ვთქვათ ღონისძიება და კონსტიტუციის პერიოდში შეთხობილების გარეშე კი ვალდებული ბავშვებს გავაკეთოთ მაგრამ რაღაცა ანტიკონსტიტუციური კანონები მიიღეს რომელსაც ვიგავენ და ასე შემდეგ ასე რომ ჩვენ გავაკეთებთ როგორც საერთოდ რომ საკუთარი ქვეყანა და საკუთარი სოციალური კი არ დავგარგოთ რომელიც არის რისკის ქვეშ ამგვარ აუტანო რეალობაში რომელშიც ცხოვრობ და იმ რეალობაში როცა სომხეთი გახდა რეალურად დღესდღეობით ასე ვთქვათ კავკასიის ცენტრი პოლიტიკური კონსტრუქციაში და სომხეთი ირანი იყო პრაქტიკულად შეთანხმებაში თუნდაც ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით და ევროპის ინტეგრაციის სოციალური ჯანმრთელობა არებულ დაცვას, მოთხოვლებით და ყველაფერი რა თქმა უნდა და რუსეთი და ეს ირანი და იაპონები აი ეს ხალხ პარტიელები და რეგულები აპაჟიმებს სამართლებს და ჩვენ ვართ რაღაცა გაიგზე და ის სამართლო უთავმოყარეობო გამოსვლების ნახეთ იგივე კომახიბისა რომელმაც ძალის რომ იბრძეს ცდილობენ ახლა უკვე გარკვეულწილად ურთიერთობები შეარბილონ თუნდაც დალეგესო პრეზიდენტთან ვთქვათ ზელენსკის ჩვენ გამოაცხადა რომ ზელენსკიზე ძვირი არ ვთქვათ სუდი არ ვთქვათ არასდროს ნუ ეს მთავრობარო ასე ჩამოიწყო კონფლიქტი და მეტი არაფერთან და სამართლოს რაც შეეხება და მედიას თუ არ შემიძლია ზიანაღობელი არ ვახსოვებ ყველაზე ძლიერ ფორმა ჟურნალისტებს შორის შეეხო მას და ეს ადამიანი ციხეშია რეალობაში კი როცა მასთან ერთად სახაროვის პერიოდით ეჭა ის პრეზიდენტი ჟურნალისტი ლუკაშენკომაც გამოუშვა და ნადირალა ივანიშვილმა ძებრი დატოვა პატიურობაში პოლიციის მოკის აქტივობაში ბრალდებული სამართლო ამბებში პოლიციის ინფორმაციებში გულისხმობს და თვითონ ადამიანი რომელიც ამ სამწუხაროდ არ არის დაიმარცხებულად მაგრამ არის სული ძლიერად და ამიტომ ის საკუთარი პრინციპებით და კოდექსით აი ამ მიმართულებით თქვენ გამოსავალს რაში ხედავთ კონკრეტულად მედიის ორი ამოსავალი არსებობს რომელიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული ქუჩის მასობრივი პროტესტის გაძლიერება მთელ საქართველოს მასშტაბით და დასავლეთის მიერ ივანიშვილის რეჟიმის მასობრივი ტოტალური ინდივიდუალური ფინანსური სანქცირება ანუ გულისხმობ იმას რომ ჩვენი აქციების გაძლიერებით უნდა რამდენად მოვაკერხოთ რომ უფრო მეტი კურატება მივიღოთ და გვაქვს ის პრობლემა მაგრამ მეტია საჭირო დასავლეთის ქვეყნებისგან რომლებმაც უნდა დაასანქცირონ რაც 14-ეული და მოყოლებული ზემოთ ივანიშვილის რეჟიმის ყველა წარმომადგენელი მის დამატებით საკუთარ ჯიჯილადიანად იმიტომ რომ ისინი ებრძვიან საკუთარ ხალხს და გავიგებიან საკუთარ ხალხის გენოციდის და გენოციდის შეიძლება პრინციპები მომდე არ არის იდეი მაგრამ ფაქტია რომ ხოცავენ და ბეჭდელიას იქნება მაგალითად შობადობა როგორც მახსოვს აპრინცელიასთან როცა მასობრივი შიმშილია როცა გარემოს დამიზურება როცა უთაბლობაა და ამ ყველაფერს საკუთარ ხალხს შლეტა ამას გენოციდი ქვია თუმცა წამების მუხლით მასობრივი წამების და სისტემური წამების მუხლით მათთან მიმართებაში იგივე ჰააგის უნივერსალური იურისდიქციის მიმართულებითაც აშკარად დასაბუთებული შეიძლება სულად დასაბუთებული იყოს იმიტომ რომ იგივე სტაბილიზაციის ადმინისტრაციის სასამართლომ აღნიშნული დაადასტურა გავლენის ღამის შემთხვევაში თუმცა მერეკინდაკი ხოძია პრობლემა მიიღო ჩვენ ყველას კარგად ბატონო ლაშა აუცილებლად მინდა გკითხოთ გავიგეთ ხორცის ფასი მოვისმინეთ შეფასებები ის რომ გუშინ საქსტატმაც კიდევ ერთხელ მათაც კი დაადასტურეს რომ პროდუქტებზე აპრილის თვეში მომატებულია ფასები
დღეს კიდევ მაგალითად გორის მაგალითზე ჩვენი მუნიციპალიტეტის მაგალითზე გავიგეთ რომ 50 თეთრით სოფლიდან მუნიციპალურ ცენტრამდე მოიმატა ბილეთის ფასმა. რას უნდა ელოდოს კიდევ მოსახლეობა? იქნება თუ არა გამოსავალი? კარგს არაფერს არ შეიძლება ველოდოთ, კი ივანიშვილის რეჟიმი იქნება ადგილზე. ივანიშვილის რეჟიმი არაფერს საზოგადოების კარგს არ გააკეთებს, გარდა მოჩვენებითი დროებითი რაღაცა მოკლევადიადი ხედეებს ისიც ძალებ დაჭირდება, მაშინ ყოველში ეს ყველაფერი ერთგვარს კაცის შექმნა უკეთად და საშივა და ძალიან ცუდი ანდაზები და გამოსწორებული აქცენტება და არ მინდა ხა ეთერში გამოვიყენო, პირდაპირ გეუბნებია რომ კატალოგი გეუბნებია რომ ზაღლია და ივანიშვილზე გეუბნებია რომ დემოკრატია. ეს გეუბნებია თუ ხადაკი ვეგეტარიელი ვარ ცხოველები რომ უყვას იმიტომ აღავჭამ ხოლმე მაგრამ სკოლაში არის მნიშვნელოვანი პროდუქტი და საერთაშორისო საკუთრის დეფიციტია და არც ფედერალური ცხოველის საკუთრის ფასებია დაბალი და ხელბოსის ფასებიც არის კატასტროფული პირდაპირ ვთქვათ ასე რომ რეალურად შიმშილის წინაშეა ქვეყანა და მასშტაბურია შიმშილი დიდი ხანია უბრალოდ იზრდება და იზრდება ეს მასშტაბი ჩვენ გვახსოვს ეკონომიკაშიც დაბრალდა თავი აღებუს თანამონაწილე კი იყო მაგრამ აი ბავშვებში მშიალობა და ეს პერიოდი საკურიგაშვილი გამოიწოლა ხო ივანიშვილმა და თავარი ხალხის დამამშეველი ხალხის წერი და ხალხის ხოლელი არის ივანიშვილი რომელიც თუ არ მოიშორებს ჩვენ კარგი არაფერი გვერდის ქვეყანაში რაც შეეხება კონკრეტულად საპოლს ასე გიბია რომ ირანთან დაკავშირებული მოვლენები ფასზე მოქმედებს მაგრამ ჯერ დამდრობაც ძალიან საინტერესოა ხოლმე რომ საქართველოში გაძირება იწყება პარალელ ავტობზე ის მრავალჯერადაც და მოკლეს ვარდა შეისახება ფაზის დაპოვების და შემდეგ უკანკელები ხვდება როგორც ასე არ უნდა და უაკლებენ ძალიან ნელა და რა თქმა უნდა ასეთი დაკავება ხო ისე ამისად ატოვი შეიძლება დაწილობრივ ამით იყოს ახსენეთ თუ აქაც ძალიან დიდი კორუფციული მარჟა და კარტელობის შეთანხმებები რომ აღარ ახსენეთ თუ მაგიზე ერთად იქნება თუ საწვავი იქნება თუ წამრები იქნება რა თქმა უნდა აქტუალური და თავი მოთამაშეები ყოველი ივანიშვილი და მისი ბანდა ამ კარტელებში ბენზინის იქნება საწვავი თუ წამრების მაგრამ ახლა ელექტროენერგიის ტარიფით კიდევ ერთი მოხსნეს რა ვიცი აღვირახსნილი ბუდიშ და ოკუპანტურად უკვე ნაგლობის წოვალი როცა ეს რომ თუმცა ჩვენ საკუთარი ჯიბიდან დავაფინანსოთ ახალი ხესების შედგენილობა რომ ივანიშვილმა და მისმა ბანდა ბიტკოინები და კრიპტოვალუტით 1 მილიარდი იშოვოს ეს თქვენ მათ რეალურად მეტი არაფერი იმიტომ რომ ქვეყანაში მოსახლეობა იკლებს და ნამდვილად არიზდება და თუ რაიმე ბალანსი ასეულს ეს უცხოელების ჩამოსახლების ხარჯზე და ქართველების სიჩილის და საქართველოს მოქალაქეების სიჩილის უპროტესტო ნაკლებია არანაირი წარმოება არ ვითარდება და ისის მარტივი კითხვა მოდის პასუხი ყველა მიჩის სადებიდის ასე ვთქვათ დენი რატომ შეიძლება იზრდებოდეს ელექტროენერგიის მოხმარება რომელიც თვითონ არც იზრდება ელექტროენერგია მაგრამ რაც იყო აქამდე ეს იყო პირდაპირ დაკავშირებული ივანიშვილის ბიტკოინებთან და რომ ამბობდა რომ მე კავშირში არა ვარო თუნდაც ბაჩიეშვილთან დაკავშირებულად დავამ და ამისა ხო 8 მილიონის კრიპტოვალუტას და ბიტკოინს ეძებოდა ბაჩიეშვილი და თუ სხვაში არ იყო აბარ ახდებოდა ხო რა ბიტკოინზე იყო საუბარი და ეს კრიპტოვალუტის ასე ვთქვათ საწარმოები ხარჯავენ ჩვენ ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს ხო და აქედან გამომდინარე ჩვენ ვთქვით ივანიშვილს ელექტროენერგიის ფულს ამის გამო თუნდა ესები უნდა ვაშენებინოთ და 400-მდე ხესია პროფესიონალ საუბარი საქართველოს მასშტაბით ყველა თავაფროდი და აუხრებინოთ რომ მან 1 მილიარდი იშოვოს ჩვენ ჯიბიდან და ჩვენი ქვეყნის და ბუნების და ძეგლების და ადამიანების სოფლის გადაგულების ხარჯს დიდი მადლობა ბატონო ლაშა თუმცა გადაცემის დასასრულს მინდა თქვენი რას ეტყოდით თრიალეთის მაყურებლებს ერთია ჟურნალისტებისთვის სულ ხშირად ვახსენებ რომ ეს არის ჩვენი პრინციპის ამბავი რომ ვიბრძოლოთ თავისუფალი სიტყვისთვის სიტყვის დამოუკიდებლობისთვის და ზოგადად აქ ამ ტელევიზიაში უამრავი ადამიანი მუშაობს რას ეტყოდით როდესაც აი სოლიდარობა კიდევ ერთხელ მე პირველი ხალხი მაშინ სოლიდარობა გამოვიდა დაიწყო პროცესი რამე თემატიკაში მეორე შეიძლება იდეალური არავინ იყოს და ზოგადად მოწოს ოფიციალური როგორც ქართული გამოთქვა მაგრამ ნებისმიერი ხელისუფლებისაგან ამოუკიდებელი მედია არის გადამწყვეტი მნიშვნელობა თუ მედია არ იქნება მათ შორის რეგიონალური მედია დაშიფრში შიდა ქართლის და დასკორის ბუნებრივია ჩვენ 10-ჯერ უფრო მეტად გადაგულია ამიტომ გარდა იმისა რომ ადამიანების ამბავია რომ სხვა სოციალურ ვებშოიტს დაუდგე მათ შორის ჟურნალისტებს თითოეულ მოქალაქეში ხდება ეს ყველაფერი თუ არ იქნება თრიალეთი თუ არ იქნება ტელევიზიები კიდევ უფრო მეც გაგვიბედავენ კიდევ მეც მოკლავენ პლანს დაიჭერენ კიდევ მეც დააძვირებენ და ბოლომდე სიგატაკეში ამოყიასουν კიდევ მეც გაგვინადგურებენ გამოდიან და სხვა ფორმით მოკლავენ საქართველოს ამიტომ ყველგან მნიშვნელოვანია რაც შეეხება საქართველოს საკითხს რა ვიცი თუ ამის ორგანიზება ხდებოდა მეც ესწრებოდი ჩამოსულიყავი შეიძლება და გარკვეული აქციის ორგანიზებას გადაწყვეტილებას
სატელევიზიო საერთოდ და ურიგო ეს ამბავი. იმიტომ რომ ერთ-ერთი რომ ასე თუ ისე ძალიან ძნელად, მაგრამ აქციებზე შედარებით რეაგირებს ხოლმე დიდი გაჭირვება. დიდი მადლობა თქვენი პოზიციისთვის. თქვენი წვლილება რა რეჟიმი. მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ დავიკლებთ და არ დავკარგოთ ჩვენი სამშობლო საბოლოოდ, რომელსაც absolუტურად რეალური რისკია და მინდადა პროცესია ამ დღესდღეობით ყველანი აქციებზე, თუმცა დავაიგეთ, თუნდაც თემატური აქციები რაც ისე თუ ბავშვები თუ და ნებისად ხოლმე დასახშება. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით ბატონო ლაშა. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენს კითხვებს პასუხობდა ლაშა ჩხარტიშვილი, ლეიბორისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და სამოქალაქო აქტივისტი. დაგემშვიდობებით მომდევნო გადაცემამდე.